დღეს გადაცემის სტუმარი გახლავთ პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ბატონი კონსტანტინე ჟღენტი. ძალიან დიდი მადლობა რომ მონახეთ რომ დამოვბრძანდით ჩვენთან და რამდენიმე თემა მაქვს ბატონ კონსტანტინე შერჩეული და მინდა დავიწყო იმით რომ ჩვენ ვერ გავცდით დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიის განმავლობაში რანგს, როდესაც საქართველოში მოსალაპარაკებლად საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან ჩამოდიან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მრჩევლების მოადგილეები. ამჯერად ეს იყო პირველი მოადგილე და საერთოდ აი სულ ამ რანგის გარშემო ვტრიალებთ. შეიძლება სულ არარაობას ეს ჯობდეს, მაგრამ ფაქტია რომ პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიერ დაანონსებული მაისი, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობის რაღაც განახლების თვეთ დასახელებას პირველი შედეგი ვნახეთ, მაგრამ რამდენად შეიძლება ჩავთვალოთ შედეგად ასეთი რანგის ჩინოვნიკის მოვლინება, ანუ ისევ ძველებურ კალაპოტში მიდის ჩვენი ურთიერთობები რაღაც უფროს უმცროსობის თვალსაზრისით, თუ რა შეიძლება ველოდოთ ამ შეხვედრისგან. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს და მსმენელს. საქმე იმაშია, რომ ისევ იგივე კალაპოტში არ მიდის, იმიტომ რომ ადრესულ არ მოდიოდნენ. დიახ. მე ვიგულისხმე კალაპოტში ამ წინა ხელისუფლების და იმის წინა. ასაგებია, მაგრამ ადრე საერთოდ არ მოდიოდნენ და ნუ ჩვენ ახლა მე რომ მუშაობდი საგარეოში, მაშინაც იყო ამაზე საუბრები, ჩვენ კოლეგები ნახევრად ხუმრობით და სხვები კიდე გარედან რომ რა არის ეს მეორე მოადგილის მესამე მრჩეველი და პირველი მოადგილის მეორე და ასე შემდეგ. მაგრამ საქმე იმაშია რომ ახლა ნინო თქვენთანაც გადაცემაში ბევრჯერ მithქვამს ეს, სხვაგანაც ბევრჯერ მithქვამს ახლა. ეს არის რეალობა. საქართველოს როგორც არ უნდა გამოსწორდეს ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციის ესე იგი პრიორიტეტების სიაში არ არის. და ჯერ ერთი და მეორე ერთი იქ ყველა მიმართულებაზე არა მხოლოდ იქ სხვათა შორის ყველგან ჩვენთანაც ესეა შესაბამის დეპარტამენტები არსებობს და სამმართველოები მიმართულებების მიხედვით და ზოგჯერ გეოგრაფიის მიხედვით გააჩნია ქვეყანას და გააჩნია როგორ არის საგარეო საქმეთა სამინისტრო სტრუქტურა აგებული. და იქაც ეგრეა რომ ავალია გარკვეულ ქვედანაყოფს გარკვეულ ქვეყანაზე მუშაობა. ქვეყანაზე კი არა რეგიონზე ავალია. აი მაგალითად არის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ევროპის და ევრაზიის საკითხებში, ხო? ყველამ ვიცით რა, ბევრჯერ გაგვიგია. ესა. ესე იგი ის იმაზეც მუშაობს, იმაზეც, მაგრამ ეს არის ხელმძღვანელი პირი. და დანარჩენები შიგნით არიან ადამიანები, რომელიც კონკრეტული მიმართულებით მუშაობენ. ასე რომ ეს ქალბატონი არის კონკრეტულად ჩვენი მიმართულებით მომუშავე ეთყობა და მეტი არაფერი. ამაში არაფერი ტრაგიკური არ არის. თუმცა კი ბატონო ქართველები მიჩვეული ვართ იმას, რა ქვია, რომ უმაღლე განსაკუთრებით მაგალითად სულ იხსენებთ ხოლმე ოჯახს იხსენებენ გურულების ანეკდოტს ლატარის ბილეთით რო შევიდა მოხუცი გურული და ორი ბილეთი რომ მიაწოდა და თქვენმა ერთმა ბილეთმაო ამ გოგომ ფრთხილად უთხრა 24 მოიგო რამე არ დაემართოს კაცი მისგანო და ამან რა უთხრა მეორე ხო და ნუ ეს არის ეს ქართველები ესეთები ვართ რომ გვინდა რომ თანაშემწის მოადგილეს თანაშემწის მოადგილე ტრამპი ჩამოსულიყო თვითონ მაგალითად დიახ არ არის ესე და არასოდეს არ იქნება ეს ერთი მეორე იმას რომ პრიორიტეტებსაც მნიშვნელობა აქვს რა თქმა უნდა ხო როცა დაჭირდათ გარკვეული გზავნილის გაკეთება ხო აიღო რუბიომ და ჩავიდა აზერბაიჯანში და სომხეთში ხო როცა ნუ ვიღაცამ ჩათვალა რომ აი ეს ტრამპის იდეა ახალი მარშრუტის საჭიროა ამ რეგიონში აი იმ დროს და ამიტომ ესეთი რამე ხდება მაგრამ მე აბსოლუტურად ვეთანხმები სულ ყველას რომ სანამ ეს ზანგეზურის კორიდორი დერეფანი ამუშავდება და სანამ იქ პრაქტიკულად მოძრაობა დაიწყება და რადონეზე დაიწყება და იქ ყველა მიცის უკვე რომ იქ გეოგრაფიას რო შეხედოთ ქალბატონი ფონ დერ ლაიენსგან განსხვავებით დაინახავთ იმ ზანგეზურის დერეფანი რომელ ქვეყანას ესაზღვრება ირანს რომელთანაც ესეთი მდგომარეობაა ახლა ხო და ეს ირანი გაიჭედა რეალურ ომსა და გაყინულ კონფლიქტს შორის ჯერჯერობით მაგრამ ეს სულ ვამბობ რომ ეს ალბათ გადაიქცნება ხანგრძლივ ესეთ მბოლავ
რუსულად უფრო უკეთესი თუ ხომ ტლეივში იძახიან ხრჩოლავი ნიმათ რა ქვია სიტუაცია როცა ნუ არ იქნება ეს საბოლოოდ იქ იმდენი საკითხებია რომ საბოლოოდ სამშვიდობო ხელმოწერას ანუ საბოლოო მშვიდობის დამყარებას ჭირდება ძალიან დიდი წითელი ხაზების გადაკვეთა როგორც ერთი ისე მეორე მხრიდან ნუ უფრო მეტი ირანის მხრიდან რა თქმა უნდა მაგრამ აგერ გამოაცხადა გუშინ ტრამპმა რომ უკვე თითქმის შეთანხმება მიღწეულია რომ ირანი ვარსამბობს ბირთვულ შეერაღებას მაგრამ ირანი თავს დაესხა ხო თავს დაესხა არ იყო ეს იყო ორი გემი ამერიკული შევიდა გამოსაცილებლად ტანკერების არა იმათაც ესროლა მაგრამ დიდიზიანი არ მიუყენებია სამხედრო გემებს ესროლა კი ბატონო მაგრამ ეხლა ის სროლა მუდმივად იქნება იცით იმიტომ რომ სწორს იძახიან ამერიკელები ტრამპს თქვა რომ იქო 4 არიან გაყოფილებიო ხელმძღვანელობაო შეიძლება იქ იყოს მაგალითად აი გუშაქთა კორპუსში რაღაცა გარკვეულად სხვა აზრის იყოს ვიღაცა გენერალი და შეერაღებულ ძალებში ირანის რომელიც ამ გუშაქთა კორპუსში სხვადასხვა დანაყოფებია შეერაღებული იმან უცბად თავის დაიღოს და მიგასცეს ბრძანება რომ ვიღაცა მისროლოს ხდება ხოლმე ესეთი რაღაცები ომის დროს ყოველთვის ხდება რა დონის ომიც არ უნდა იყოს მე მახსოვს აფხაზეთის აი ომის დროს როგორ ლაპარაკობდნენ იმაზე რომ იცი რა აი ისვრიან გენერლები და იქ ზევით არიციან ხელის ჯეროდა ახლა ეგ რომ არიციან ზევით და გენერლები ისვრიან იყო ხოლმე შემთხვევები როცა რაღაც დონეზე ეს გენერლები რაღაც მაგალითად ბრძანებას გასცემენ რომ ესროლო ამა თუ იმ ხომალდ სამხედრო ან რაღაც თავარი არის ის მიიღწევა თუ არა საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება და რა იქნება ჩაწერილი ამ შეთანხმებაში ხო კი ბატონო ვთქვათ ირანმა რაღაც დაუტოვეს ირანს ხოლო ურანის სამშვიდობო მიზნით გამოყენების გამდიდრება იმ დონემდე რომ სამშვიდობო მიზნებისთვის ხო იქ რჩება გამოტანა ხო იმ ურანის რომელიც ძალიან უნდათ ამერიკელებს ტრამპი ამ ტრამპს რამდენჯერმე მithქვას ახლა ესეთი ის კი არ არის ტრამპი კაცო სულელი არაფერ სულელი არის ტრამპი არის პრაგმატიკოსი ბიზნესმენია რომელიც ფიქრობს პირველ რიგში მოგებაზე ბიზნესზე ქვეყნისთვისაც და თავისთვისაც რამდენ რა მოგებას ნახავს ამერიკის შეერთებული შტატები ბოლოს და ბოლოს ამ ხელმოწერილი თუ საბოლოოდ მოხერხდა რამდენ ურანს გამოიტანს იქიდან როგორ გამოიყენებს ამ იმას რა ქვია ენერგო მატარებლების რესურს თუნდაც ირანის რადონეზე რამდენად მიცემს საშუალებას რომ თავის რესურსი გაიტანოს და ასე შემდეგ კი ძალიან ბევრი საკითხია რომელსაც უნდა დამუშავება და ეს და საქართველოსაც რაც შეეხება იმას რომ დაუბრუნდეთ ახლა ეს მაგალითებად მოვიყვან ის ხალბატონი ჩამოვიდა მე დარწმუნებული ვარ კონკრეტულ საკითხებზე სასაუბროთ იმ საკითხებს ჩვენ ვერ გავიგებთ ეს არ არის ღია ინფორმაცია იქ მე დარწმუნებული ვარ იყო საუბარი პრაქტიკულ ნაბიჯებზეც ჩვენები შეიძლება ნუ საქართველოს მხარე შეიძლება მე ესე მგონია ითხოვდა უფრო სწრაფ და რადიკალურ ნაბიჯებს ამ გადატვირთვის და სიტუაციის დაალაგების მიმართულებით ისინი რადონეზე იყვნენ თანახმა მე არ ვიცი ეტყოდა ის ხალბატონი რომ აი ჩვენ და იქნებოდა აუცილებლად აი ჩვენ ველოდებით თქვენგან აი მაგალითად ამის გაკეთებას რომ ამბობენ ხოლმე რომ რა უფლებით სვამენ პირობებს იმ უფლებით სვამენ რომ ის ამერიკის შეერთებული შტატებია და მარტო შენ არ გისვამს იმ პირობებს აგე ევროპელებს უსვამს პირობებს და იმას რომ ამიტომ იქნებოდა აუცილებლად ეს რომ აი თქვენ თუ ამას გააკეთებთ ჩვენ შესაბამის ნაბიჯებს გადმოვდგამთ და ასე შემდეგ. რამდენად ვარ ჩვენ მზად ჩვენი მხარე ეტყოდა მზად ვარ თუ არა ამ ნაბიჯების გადადგმას. ასე რომ თავარი შინაარსია ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ. რაზეც იქ ლაპარაკი იყო და არა ის თანაშემწის მეორე მოადგილე ჩამოვიდა თუ პირველი. იმიტომ რომ ის მე ვიმეორებ დარწმუნებული ვარ მუშაობს ჩვენ მიმართულებაზე და ამიტომ კარგად იცის ალბათ სხვებთან შედარებით ვინც მუშაობენ სახელმწიფო დეპარტამენტში ის მომზადებულიც იქნება გაცილებით უკეთესად ისე არ იქნება მომზადებული როგორც ევროპარლამენტარები ირანი რო ვერაჩვენეს რუკაზე დიახ ეს მე ამაში დარწმუნებული ვარ რომ რახან ერთ მიმართულებაზე მუშაობს სპეციალურად ჩვენ საქართველოს ისტორიაც საკითხული ექნება გეოგრაფიაც კარგად იცის და ისიც ეწოდინება აფხაზეთი სად არის და
სამაჩაბლო და ასე შემდეგ. ეს სხვადასხვა იმას გავს, როდესაც აი ინტერვიუს აღება მინდა ხო კონკრეტულ საკითხზე სპეციფიკურ სამინისტროს და ყოველთვის თავზე მინისტრა მოადგილეს და მე ვიხსნი სპეციალისტი მინდა, ვინც მოამზადა საკითხი, იმიტომ რომ მან იცის ის უამბობს შემდეგ მოადგილეს ან მინისტრს და იმ ნაამბობს ეს ყოველთვის ესეა ამზადებს პროფესიონალი საშუალო დონის ძირითადად რომელიც მე გადასცემს უფროს და ის უფროსი ამას ახმოვანებს. რატომ დაიხა ამას? დიახ, ეს რაღაცნაირად შეიძლება იყოს კავშირი თუ დროში დამთხოვა შემთხვევითი არის აი იმ სამიტისა, რომელიც ერევანში ჩატარდა და ვთქვათ აი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციიდან მოვლენილი წარმომადგენელი. აუცილებლად იქნებოდა საუბარი მაგაზე და სავსებით უშვებ რას თქვენ ბრძანეთ რომ ამას დაუკავშირეს სამიტის შედეგებთან დაკავშირებით ჩვენ რას ვფიქრობთ და რა და როგორ. იმიტომ რომ ამერიკელებს ესე ზოგადად ვსაუბრობ თორე იმათ ვინც ჩვენთან უნდა იმუშაონ და ისიც დაინტერესებდა თუნდაც იმ მოკლე შეხვედრაზე ზელენსკისთან რა ელაპარაკა პრემიერმა ეს მოკლე იყო თუ ის რაღაცა იყო შეხვედრა იყო იქ რაღაცები თქვა შემდეგ სიბიგამ დაორეკა ჩვენ მინისტრს ასე რომ კარგია ის რომ აი ეს გაჩერებული და მხოლოდ კრიტიკის იმიდან მდგომარეობიდან ამერიკის შეერთებული შტატების გნებავთ ადმინისტრაციის გნებავთ პრესმდივნების და იმათი მხრიდან ამის ნაცვლად ახლა გადავიდა რეალურ რაღაც მოქმედებაზე და ნაბიჯებზე რომელიც კრიტიკასთან და იმასთან კი არ არის დაკავშირებულია რაღაც საქმესთან არის დაკავშირებული ამიტომ ეს კარგია ეს დადებითი ის არის ტენდენცია და ესე უცბად როგორც ამას ზოგიერთი ხე ჟურნალისტი მათ ვერ უწოდებ რომ დაესხმებიან ხომ თავს პრემიერს და იმას და როგორ თქვენ რო თქვით ამერიკასთან აბა სად არის გამოსწორება სად არის ტრამპის ჩამოსვლა და ეს რა ქვია განცხადებები ნუ არ არის ხე ეს ყველას გვესმის რატო ხდება ესეთი კითხვები და ის მაგრამ ეს თრამე არ ხდება ამიტომ უნდა დაველოდოთ და ნახოთ აი ესე ნელ-ნელა ნაბიჯ რას მოგვიტანს ეს ყველაფერი ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ რადიკალური ცვლილებას ვინც ელოდება ის ცდება არანაირი რადიკალური ცვლილებები იქ არ იქნება უკვე არის გაუმჯობესება ხო იმაზე რომ ჩვენი ესეთი კრიტიკა არ მიდის იქიდან და ხო მაგაზე ხო ვისაუბრე ხო და მუქარები და ესეთი რამეები და რაღაცეები დაალაგდება, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული როგორ განვითარდება ჩვენ გარშემო ამერიკისთვის უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები. მაგალითად რუსეთთან ურთიერთობა, მაგალითად უკრაინის ომთან დაკავშირებით იქ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ. იქ საუბარი რო იქნება ესეც არაერთხელ გვითქვამს. რუსეთის დამოკიდებულება უკრაინის გარდა ყოფილი საბჭოეთის როგორც ეძახიან ძალიან არ მოგწონს, მაგრამ რუსები ეძახიან ამას და უნდა შევეგუოთ ეს სახელმწიფოა და იმას ყოფილი საბჭოეთს მოწონს ესეთი ის. მაგით ხას უსვავს რაღაცებს, რასაც ხვდებით, ხო? იმაზეც აუცილებლად იქნება საუბარი, იმიტომ რომ ის რუსეთი იძახის. მე ჩემი რაღაც გარკვეული გავლენის გარეშე ამ ტერიტორიებს ვერ დავტოვებ. ამიტომ იქ რო იქნება უკრაინას ლაპარაკი, იქნება სხვებზეც. ის კი არა იმათ ეშინიათ ეგრე ნატოს წევრები არიან ბალტიის ქვეყნებს და ევათ რა ქვია ყოფილ სოციალისტურ ბანაკის ქვეყნებს რო არიქა და აგე თხოვენ ახლა ტრამპს რომ ის ჯარები რომელიც გერმანიდან გაყავს ჩვენთან შემოიყვანეო პოლონეთიდან მეტი არ აქვს ტრამპს და რა უკაცრავად ტრამპს მეტი აქვს თუ არა ესე გამოჩნდება მეც მგონია რომ არ მგონია იქ შეიყვანოს იქ გადაიყვანოს გერმანიიდან პოლონეთში ან სად მაგრამ ნუ იმათ ეს სურვილი აქვს ხო იმიტომ რომ მაინც ეშინიათ ამ რუსეთის ხო და მაშინ როცა რუსეთი ამბობს რომ მუდმივად იმეორებს რომ ნატოს წევრი ქვეყნებზე თავდასხმას არც უფიქრია და არც აპირებს მე მაგალითად მაგის მჯერა იმიტომ რომ მაგდენი გათვლა შეუძლია არაპროდუქტიულია რუსეთისთვის მაგდენი გათვლა შეუძლია რუსეთს რომ ნატოსთან არ გამოვა ის კი არა აი უკრაინაც ჭრიალით მიდის როგორც ამბობენ ხო ბოლომდე ის ყველა ტერიტორიები ვერ აიღო რომელიც უნდოდა კი ბატონო კონსტიტუციაში ჩაიწერა სურვილი სხვა არის იცინინო და რეალურად რა არის რა თქმა უნდა სულ მაგას ვამბობთ აბსოლუტურად სხვა რამეა იგივეა ტრამპზეც რისთვის დაიწყო ეს ოპერაცია ამ ირანში ხო რამდენიმე მიზანი ჰქონდა ძირითადი მიზანი იყო რომ ირანში ყოფილიყო ისეთი მთავრობა რომელიც ამ ტრამპის მის ინტერესებს ამ რეგიონში პირველ რიგში ეკონომიკურ
მათ შორის ძირითადად ენერგეტიკულ ინტერესებს ხელს არ შეუშლიდა და განახორციელებდა რაც სურდა ამ მიმართულებით იქ ჩინეთს ჩამოაშორებდა ამ სიტუაციას ну თვითონ რომ ამისთვის მეორე იყო რომ შეცვლილიყო მთავრობა ირანში და ისეთი მთავრობა მოეყო რომ ვინც ამის გაკეთებაში დაეხმარებოდა მერე იყო ბირთვული ამასთან ერთად ბირთვული იმის დათმობა და ყურანის გამდიდრებაზე ვარის თქვა და ასე შემდეგ ხო იმის მიხედვით იყო დალაგებული ეს უპირატეს რომელი უფრო პრიორიტეტულობის მიხედვით ხო რომელი შესრულდა რომელი შეძლო ჯერ ვერც ერთი ხო მაგაშია საქმე რომ ჯერ ვერც ერთი ვერ შეძლო ну იმაზე დაივიწყა რომ იქ ირანში რევოლუცია მოხდება და გამოვა ხალხი და დაამხობს აიათოლებს წყალებში საიზღარი აიათოლების რეჟიმს დაამხობს ეს მიხვდა რომ ეგ არ მოხდება ეს ერთი მოიხსნა იმაზე საუბრობენ ხო ამ პაკისტანში ესია თუ ისია ვარს არ ამბობს არც ერთი დადიან ეს სტარმერი და ეს მოლაპარაკებაზე და იქიდანაც დადიან ირანელები საკმაოდ მაღალ დონეზე პაკისტანიც აცხადებს რომ ეს გრძელდება ეს მოლაპარაკებები ხო ესე იგი რაღაცაზე საუბარი ხო გრძელდება აი მაგაშია საქმე ეს ცდილობს რომ მაქსიმალურად გადადგმევინოს იმ წითელ ხაზებზე ფეხი და ისინი კიდე ცდილობენ ამერიკელებს ვარი ათქმეინონ მაქსიმალურად თავიანთ მაქსიმალურ მოთხოვნებს მორჩა ეს არის და ეს მალე ვერც იქ მოხდება რა თქმა უნდა ვერანაირად ვერ მოხდება იმიტომ რომ იმდენი გადახლართული პრობლემებია ეკონომიკური პოლიტიკური ერთმანეთში რომ ეს ნაბიჯ თუ გადაიჭრება და ისე თორე სხვანაირად არა ისიც თუ არ შეიძლება მოცემულობა ანუ ფონი რეკლამის გამო ჩვენ მცირე ხნით უნდა შევწოდოთ გადაცემა და გველოდეთ მალე დავუბრუნდებით ჩვენ ბრუნდებით ეთერში განვაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმართან ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მრჩეველთან საერთაშორისო საკითხებში კონსტანტინე ჟღენთა და ბატონ კონსტანტინე ჩვენმა მაყურებელმა Facebook-ზე რაღაცა ნაწილმა ძალიან არასწორად გაიგო სათაური მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ამ პერიოდში დამოუკიდებლობის მიღების დღიდან ბჭყალების და სასვენი ნიშნების ხმარების წესების დაგვავიწყდა და ასევე რომ არსებობს პირდაპირ მნიშვნელობა სიტყვების და ცნებების გადატანითი მნიშვნელობა არსებობს იდიომები და ასე შემდეგ მე თავისუფლებას არ მივცემ რომ იმეს რამე ვასწავლო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ბჭყალებში ალყაში მოიქცია თითქოს ევროკავშირმა შეცვალა ტაქტიკა, თვითონ აპირებს და აანონსებს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას და ამ დროს აი ზელენსკის უჩვეულო მოქმედება, თუმცა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ პოლიტიკაში ეს მუდმივობა არ არსებობს, მტრობის ან მუდმივი მოყვრობის და აი სომხეთში ჩვენ გვერდზე ჩამოლაგდნენ და ასე ვთქვათ ყველანი ევროკავშირის პოლიტიკური ვარსკვლავები და ისეთი იყო თქვენთან ნახეთ განშორების სცენა, დამშვიდობების უფრო ზუსტად, მაგრამ განშორების სცენას უფრო გავდა ორი მოსიყვარულე გულის, საფრანგეთის პრეზიდენტის და სომხეთის პრეზიდენტის. მე ფაშინიანმა გულიც აჩვენა იქ. ძალიან დიდხანს ეხვეოდნენ ერთმანეთს, ასეთი ხვევნა ლიდერების მე მახსოვს მაკრონი და ზელენსკის და ეხლა ვთქვათ აი მეორე ადგილზე არის ფაშინიანი. ნახეთ თქვენ ეს კადრი მე ყველაფერი ვნახე, გარდა მაგისა ვნახე მუსიკალური მუსიკალური ეს სასწაული იყო, ტრიო, ეს კი ბატონო კი. მართლა სასწაული იყო. გადაჩფარა ბუშის ცეკვა. მაგან გადაფარა ნამდვილად და კარგი იყო კიდე რუმინეთის პრეზიდენტის რუგზაკით მისვლა ნახეთ ის კადრები რუგზაკით რო გადმოვიდა მანქანიდან და რუგზაკით რო გადიოდა დადო ის ჩამოერთვა ძალიან დემოკრატიული აჩვენა რომ უაღრესად დემოკრატია იმიტომ რომ ბავშვები ეძახდნენ სპორტ სკოლაში ზუგზაკით მივიდა იმაზე რა ქვია ასეთ ოფიციალ ხო ამიტომ ნუ ესეთი რამეები ხდება რაღაცა და ხალხი ხალისობს ამ კადრებით ესეც მაჩვენებელია იმის რომ ეხა მედია და გაშუქება იმ დონეზე ავიდა რომ კულისებს მიღმა ესეთ რაღაცებს უყურებენ და ეს აჩვენებს ზოგისთვის დემოკრატიულობას ზოგისთვის იმას და ამას მაგრამ რაც თავარია მათ გიჩენს დადებით განწყობას და თქოს ეს ყოფილი თამაშია და კეთილად და ბედნიერად უნდა დასრულდეს ეს პიარის ელემენტიც არის ამაში ცდარ განწყობას გიგუშავებს იმის აუმჯობესებს მაგათი აზრით და ნუ აუმჯობესებს ალბათ გარკვეულ კატეგორიაში ხალხის ნუ ლიბერალ გლობალისტებში ნამდვილად ხო მაგრამ რაც შეეხება შედეგებს და იმას რომ აი დამთავრდა ხო ეს ერევნის შეხვედრა და იქ განცხადებები გაკეთა ყველამ რაღაცა იმათ საქართველოს რაც შეეხება და ისევ ნეგატიური განცხადებები იყო ხო და
დაამთავრეს ეს შეხვედრა და მეორე დღეს დაიდო ევროპის სახელმწიფოების სურვილი რუსეთთან საუბრის განახლების შესახებ რამდენიმე ქვეყნის მაღალი დონის, უმაღლესი დონის ლიდერმა გამოთქვა რომ რატო დროა რომ დავიწყოთ რუსებთან ლაბარაკი, ხო? რისი მაჩვენებელია ეს რომ ეს ყოველთვის ედოთი მათ ასე ვთქვათ გულში და თავში. სხვანაირად შეუძლებელია. მე ადრეც ვამბობდი ხოლმე იმას რომ ნატოში მიღება საკითხი თუ დადგება ისეთი ქვეყნის როგორც საქართველოა თქო არის იქ რამდენიმე ლიდერი რომელიც აიღებს ტელეფონს და ჯერ პუტინს დაურეკავს. ეხლა ეგ არის ჩემთვის 2x2 არა. განსაკუთრებით საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და ანუ ასე შემდეგ. იქ სხვაებიც არიან. მაგრამ ესენი განსაკუთრებით. ხო და ამიტომ ეს არ შეცვლილა ეს მოცემულობა. ის სახელმწიფო რუსეთი როგორც დარჩა სახელმწიფოებში შეიძლება ოდნავ ომით გადაღლილი და დასუსტებული შეიძლება რაღაცა გარკვეული პრობლემები ამ ომის შედეგად და შიგნით და ასე შემდეგ ხა ამას ბევრი სტატიები და ისიც არის. მაგრამ რუსეთია მაინც. რამდენიც არ უნდა ეს პრობლემები კონდეს ჩვენნაირ ქვეყანასთან შედარებით და გარშემო ვინც არიან და იმათთან შედარებით მაინც იმხელა რესურსი აქვს გნებავთ ყველანაირი რომ მაგის იგნორირება არ შეიძლება არც ევროპელების მხრიდან არ შეიძლება ხვდებიან რომ ბოლოს და ბოლოს პირდაპირ თქვა ხო ბოლოს და ბოლოს უნდა დაველაპარაკოთ რუსეთსო ხო და საზღვარი გვაქვს როგორც ფინეთმა თქვა წარმოუდგენელი რა თქმა უნდა ეს საზღვრის ქონა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი კაც ამ ჩვენ ევროკავშირში შესვლაზე ლაპარაკობენ სულ იმას სად არის სად გვაქვს ევროკავშირთან რომ უნდა გადავფრინდეთ თუ რა როგორ გადავცუროთ ხო ნუ არ ხო ზღვით გვაქვს ზღვით საზღვარი თუ გახვალ სრუტეებში იმასთანაც აფრიკასთანაც რა ქვია და იმას რა ქვია ამიტომ ესე არ არის ყველაფერი ეს დაწყებული იმ გეოდან რასაც გეოპოლიტიკა ქვია ყველა მიცის გეორას ნიშნავს სკოლის მოსწავლიდან დაწყებული შენ გეოგრაფიულ მდგომარეობას ვერ შეცვლი და პირველ რიგში იქიდან უნდა ისაუბრო რომ რისი საშუალება გაქვს ვისთან პირველ რიგში მეზობლებთან და შენი მეზობელი გარდა სომხეთის და აზერბაიჯანის და თურქეთის და ცოტა იქით ირანის აგერ გვერდზე რუსეთია ხო რომელსაც ვერაფერს ვერ არიფარება ოკეანით რაც უნდა გვინდოდეს კი ბატონო ამიტომ ეს მაგალითია ჩვენთვისაც და ჩვენი პოლიტიკოსებისაც და იმისთვისაც ჩემი აზრით რომ ბოლოს იტრიალა ამ ევროპამ ცუდი სიტყვები უთხრეს რაღაც საშინელება აქეთ იქით და ბოლოს ისევ დაიწყეს ლაპარაკი რუსეთთან საუბრის აღდგენაზე ხო? დიახ. იმიტომ რომ დაინახეს რომ იქ რაღაც სიტუაციები ისე იცვლება და პირველ რიგში ის რომ აიღო და მიიღო გადაწყვეტილება ამ გერმანიიდან ამჯერების გაყვანაზე ამ ტრამპმა და 5000 ჯარისკაცი გაყავს უკვე. თუმცა ხო ამას მაინც სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ეს ვისთვის სიმბოლურია და ვისთვის არა. იცით რაშია საქმე, ეგრე არ არის. შეიძლება ვიღაცისთვის სიმბოლურია, მაგრამ ეს ფაქტია. შემდეგ არის ფაქტია, რომ ამდენი ხანი ეს არ ხდებოდა მეორე მსოფლიო ომის პირიქით. მეორე მსოფლიო ომი პირველად ხდება, ხო? ესეთი რამ. პირიქით რაკეტები ემატებოდა იქ ბრეჟნევოს დროს საშუალო სიშორის ახსოვს ვინც პოლიტიკით დაინტერესებულია და ცივი ომის დროსაც კი ევროპა როგორი პლაცდარმი იყო ამერიკელებისთვის და დასავლეთისთვის ევროპაში ეს გაძლიერება იქ ყოფნის იქ სამხედრო ძალის არა მხოლოდ არამედ ტექნოლოგიური და ასე შემდეგ და უცბად ხდება რა რომ იწყება პროცესი რომ გაყავს სამდამდე გაგრძელება ეს პროცესი როგორ დამთავრდება და რაღაც ეგეც საკითხავია ხო? კი ბატონო შეიძლება შემდეგი ის რა ქვია ტრამპმა და არჩევნები ან რესპუბლიკელებმა ვეღარ მოიგონ თეორიულად რა თქმა უნდა და ხო და შეიცვალოს მოვიდნენ რაც არ ამგონია რეალური იყოს მაგრამ ნუ თეორიულად ვიძახი ყველაფერი უნდა დაუშვა ესეც მილიონჯერ გამიმეორებია სიტყვაზე სხვადასხვა ეთერებში რომ როცა პოლიტიკოსი ხარ და უნდა დაუშვა ყველა ვარიანტი და უნდა დაიწყო ყველაზე ნეგატიურიდან რა თქმა უნდა ყველაზე ნეგატიურიდან უნდა დაიწყო რომ აი ყველა შენთვის ყველაზე ნეგატიური რა შეიძლება მოხდეს და რომ მოხდება შენ რას იზამ და მეორე რომ შენი თავი უნდა ჩააყენო
მოწინააღმდეგეს ადგილზე და ეს მარტო ადამიანის შეუულია მხოლოდ ეს ცოცხალ არსებებს შორის და დიპლომატია, მოლაპარაკება, ცოდნის დაუფლება სწორედ ამას ეფუძნება. ეს არ იცვლება ეს კანონები. აი მე რაც ახლა თქვი, ეს მუდმივია. ეს და არასოდეს არ შეიცვლება. როგორი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს, გნებავთ შეერთებულ შტატებში, გნებავთ ევროპაში, გნებავთ რუსეთში. ეს მუდამ იქნება ეს მოცემულობა. და ჩვენისთანა პატარა ქვეყანამ პირველ რიგში ეს უნდა გაითვალისწინოს, რომ ვერ შევცვლით ამ მოცემულობებს. მოგვიწევს ლაბარაკი ისევ ამერიკის მთავრობასთან, ისევ ზესახელმწიფო რუსეთის მთავრობასთან და ისევ ის ზესახელმწიფო ჩინეთი იქნება იქიდან ტვირთებს გამოუშვებს თუ არ გამოუშვებს. ხო შეიძლება თეორიულად მოხდეს ისეთი რამე, რომ ჩინეთში მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ერთი გზა ერთ სარტყელზე უცბად აიღოს და ვაერთქოს. თეორიულად ვიძახი აბსოლუტურად. რა თქმა უნდა. სამივდივართ ჩვენ ან იმ შეაციროს პრიორიტეტული იქით გადავიდეს უფრო. ხო, შუა დერეფანზე აქცენტი აღარ გაკეთდეს, კი ბატონო, დიახ. კი ბატონო, მაგის მზად არ უნდა ვიყოთ. აუცილებლად. უნდა ვიყოთ, სხვანაირად არ გამოვა. ამიტომ აი ეს ევროპელებიც ახლა დადგენ იმ ფაქტის წინაშე, რომ არ გამოვა ამ რუსეთთან ლაბარაკის გარეშე. აგინე ბალტიის ქვეყნები და იყავ მე. თუმცა ბალტიის ქვეყნასაც ალბათ თავიანთი ფუნქცია აქვს ამ ურთიერთობაში. როგორ არა, ყველა ქვეყანას და ყველა გაერთიანებას, ისეთ როგორც აი ბალტიის ქვეყნებია მაგალითად, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად თავის ფუნქცია აქვს, რა თქმა უნდა. აქ პოლონეთს და ვიშეგრადის ქვეყნებს, რომლებიც ცენტრალურ ევროპაში არიან და ყველაზე ახლოს არიან უკრაინასთან, მათ თავის ფუნქცია აქვს, რა თქმა უნდა. ისევ და ისევ გეოგრაფიიდან გამომდინარე. აი ზარზეიმი რო ატეხეს ამის მოსვლით, მადი არის. რო არიქა და ისო. ეხლა ხო ხედავ რა გაცხადებს აკეთებს და რეებს ისაღის და რას სადმე ჩქარობს გადახტობა. ძალიან ჭკვიანი ბიჭი აღმოჩნდა უკაცრავად. ასაკის მიხედვით ვიძახი, ჩემთვის ბიჭია. ჩქარობს რამე ისეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, რომელიც განსხვავდება ორბანის პოლიტიკისგან, არანაირად არ ჩქარობს. პირიქით ერთი-ორი ისეთი განცხადება გააკეთა, რომ ორბანზე უფრო ისე რა ქვია, ხო? ამიტომ არ არის ესე ამ პოლიტიკაში, რომ არიქა და ეს რა ქვია, ტაში ორბანი გადავარდა და ნუ ეს იმათზე არ ვლაპარაკობ ხა ჩვენთან ვინც მაგის მიხედვით ზომავს პოლიტიკას, გინდა ქვეყნებში, გინდა ქვეყნისგან. მე ცოტა სერიოზულ ხალხზე ვლაპარაკობ, ვინც ცოტა შორს იყურება და ცოტა შორ დასკვნებს აკეთებს. ამიტომ ამ რუსეთთან ურთიერთობის გარეშე არ გამოვა. მაგრამ ბატონო კოტე, აი თქვენ ახსენეთ და მეც გეთანხმებით, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი ფუნქცია, თავისი როლი აი ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში და ასევე ჩვენი როლიც გამოიკვეთა სომხეთთან, უკრაინასთან ერთად. თქვენ რას უკავშირებთ ზელენსკის რაღაც ესეთ კეთილგანწყობას, შემდეგ რაც საუბარიც გაიმართა, იგივე ეს ხო მაგალითი იყო, იქ მესიჯები ითქვა და ჩვენც უნდა გაგვეგო, ხო? რაც თქვა იგივე მაკრონმა და ესეთი მხარდაჭერა აი ამ ფაშინიანის მიმართ. აი ფაშინიანი და ზელენსკი თითქოს ერთგვარად მართლაც ვიმყოფებით აი ეს დიპლომატიურ თუ პოლიტიკურ რაღაც ალყაში. ანუ ჩვენთვის გამოყოფილი როლი არის ის, როგორც გერმანული გამოცემა დაწერა გასულ კვირას, რომ უკრაინის ჯარი არის იაფფასიანი არმია ნატოსთვის რუსეთთან საბრძოლველად. ანუ ჩვენ ამ ნიშაში მოგვიაზრებენ, ისინი მოილაპარაკებენ, ჩვენ ვიქნებით აი ესეთი საზარბაზნე ხორცი და ჩვენ თუ ეს არ გვინდა, მაშინ ჩვენ ცუდები ვართ. შეიძლება განვიხილოთ, ვთქვათ, სომხეთის გააქტიურება და ზელენსკის გააქტიურება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. სომხეთის გააქტიურება სამხრეთ კავკასიაში, როგორც ევროკავშირის პარტნიორის და ზელენსკის ესეთი ხელისუფლების გააქტიურება საქართველოს ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილ დამოკიდებულების დემონსტრირებაში. ხო არა, ეგ ცოტა სხვადასხვა რამეებია, ის რაც ბრძანეთ, აი გამოყენება და ომში და ასე შემდეგ, ეგ რო არ გამოვიდა, ეგ დაინახეს ახლა მე. მაგას რო არ ხედავდნენ, შეუძლებელია. და იმასაც ძალიან კარგად ხედავენ ეს საელჩოებში იქ წერენ.
ყოველდღე თუ არა ყოველკვირეულად და ყოველთვიურად ანგარიშებს, სადაც წერენ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის უმეტესობა საქართველოს ომში ჩართვის წინააღმდეგია. ამიტომ ჩვენ რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, მე რა იქ ვიყო ესე დავწერდი და მე დარწმუნებული ვარ, ისიც ეგრეთ წერენ. ამას ვერ შევძლებთ. ამიტომ უნდა გადავიდეთ რაღაც სხვა ტაქტიკა, რა ტაქტიკაზე და სხვა მეთოდებს. მე მგონია, რომ ზელენსკიმ რო დაინახა, რომ ეს ერევანში ტარდება ეს შეხვედრა, დაინახა ეს სიტუაცია, რაც იქ ხდება, დაინახა საუბრები ამ იმაზე, ხა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რამდენიც არ უნდა გამოტოვოს ბრწყალებში საქართველო, თვითონ ის ფაქტი, რომ ლაპარაკობს დაკავშირებადობაზე და ფორუმი ეძღვნება დაკავშირებადობას და ეს არის დაკავშირებადობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, აღმოსავლეთ და ევროპას შორის, იქ რომ საქართველოს გარეშე არ მოხდება, ეგ ხო ურსულას ნათქვამზე არ არის დამოკიდებული. ეს არის ისევ და ისევ გეოგრაფიაზე დამოკიდებული. ამიტომ ზელენსკიმ დაინახა ის რომ შეიცვალა თვითონ რეგიონის მიმართ ურთიერთობა, ხო? იქ ალიევის გამოსვლა დაინახა ძალიან კარგად. ყველამ ვინც მიაქცია ყურადღება და წაიკითხა, ალბათ არ უგინებია იმ ალიევს ამ ევროკავშირისთვის, თორე ყველაფერი უთხრა. ხო? მიუხედავად ამისა, ევროკავშირი ლაპარაკობს დაკავშირებადობაზე. ლაპარაკობს ამ იმაზე, რომ რეგიონი მთლიანად არის, ასე ვთქვათ, ჯაჭვში ნიშნულოვანი რგოლი და ასე შემდეგ და ამ რეგიონში რომ საქართველოს გარეშე არ გამოვა არაფერი, ეს დაინახე კარგად იმ ზელენსკიმ. არც ისეთი ის არ არის ზელენსკი თეატრალურ გამოსვლებში ეტყობოდა, რომ უჯგო არ არის. ზელენსკის ინიციატივა იყო ფიქრობ? აი მაგითო იყო ეს ინიციატივა ზუსტად, რომ დაინახა, რომ აღარ გამოვა საქართველოსთან ესეთი ურთიერთობა. იმიტომ რომ დაინახა, რომ თვითონ ევროპამ და თვითონ ადრე ტრამპმა და ეს იმან შეცვალეს მთლიანად რეგიონთან დამოკიდებულება. ამიტომ ზელენსკი საქართველოს ვერ ამოაგდებ ვერანაირად, როგორც იმათთვის ვერ ამოაგდებ ევროპელებისთვის, ისე ზელენსკისთვისაც ვერ ამოაგდებ ამ საქართველოს. ჩემი აზრით ეს იყო ამის შედეგი და მაგიტო იყო რომ მივიდა და დაელაპარაკა ჩვენ პრემიერს და მაგიტო იყო სიბიგას დარეკვაც და მაგიტო იყო რომ ეხლა დაიწყებენ ნელ-ნელა ნაბიჯ ამ ურთიერთობების აღდგენას. იმიტომ რომ დაინახეს რომ იმათმა დაიწყეს. აი ცოტა ხანში მე დარწმუნებული ვარ, ეხლა ესე არ მოხდება რომ უცბად იმან რა ქვია როგორც ეძახიან არ მიყვარს ეს სიტყვა მაღალჩინოსნებს მიტყვა ბიუროკრატიას კი არა ევროპის მაღალჩინოსნებმა უცბად ბოდიშები მოიხადონ მაგათი გამოხტომებისთვის და შეცვალონ ეს დირექტორია ესე არ გამოვა მაშინ პრინციპებზე უნდა თქვან ვარი რომ მაგათ რომ შეცვალონ ეს დამოკიდებულება უცბად ეს ნიშნავს რომ ლიბერალ გლობალისტურ პრინციპებზე უნდა თქვან ვარი რაზეც არის აშენებული ეხლანდელი ევროპის მთავრობები ამიტომ დაინახეს, ამანაც დაინახა და მიყვა ამ დინებას. მე ასე მგონია. დიახ, ძალიან დიდი მადლობა ბატონ კოტე, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ჩემ და სამწუხაროდ ისევ ამოიწურა ჩვენი გადაცემის დრო, ამიტომ უნდა დაგემშვიდობოთ თქვენს. ძალიან დიდი მადლობა მსმენელსა და მაყურებელს. მე თქვენ გემშვიდობები და ერთმანეთს შევხვდებით კვირას 12 საათზე. გელოდებით ტელეეკრანებთან. ნახვამდის.